ევროპის სამხედრო ლანდშაფტი ჩვენს თვალწინ იცვლება. თევ კონტინენტზე მრავალი ქვეყანა ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს, ინვესტირებს ინოვაციურ ახალ აღჭურვილობაში და ემზადება ომის შესაძლებლობისთვის. მათ ნახეს რუსეთის დაუნდობელი აგრესია უკრაინაში და სურთ მზად იყვნენ პასუხის გასაცემად, თუ ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს სხვაგანაც დაარტყას. როგორც ნატოს ერთ-ერთი უახლოესი ქვეყანა მიმდინარე კონფლიქტთან, პოლონეთი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად ემზადება. ის აყალიბებს იმას, რასაც ზოგი ექსპერტი ევროპაში ყველაზე ძლიერ სატანკო არმიას უწოდებს და ვლადიმირ პუტინის ყველაზე საშინელ კოშმარებს ახდენს რუსეთის ზღურბლზე. საინფორმაციო პორტალ Army Recognition-ის სამხედრო ექსპერტებმა ახლახან ჩაატარეს ევროპული სატანკო ფლოტების სიღრმისეული შეფასება. მათ დაათვალიერეს, რამდენი ტანკი აქვს ამჟამად თითოეულ ქვეყანას, ასევე მომავალი შეკვეთები, რომლებიც უახლოეს წლებში უნდა ჩამოვიდეს. ასევე რომელია დღეს კონტინენტზე ყველაზე პოპულარული ტანკების ტიპები და რომელი ფლოტები აქვთ საუკეთესო შანსი გაუძლონ შესაძლო რუსულ შეჭრას. მათი კვლევამ გამოავლინა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია და საკმაოდ დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ პოლონეთი სერიოზულად ეკიდება თავისი სამხედრო ძალების მოდერნიზაციასა და საზღვრების დაცვას. მოდით უფრო დეტალურად დავაგვირდეთ მონაცემებს. ისტორიულად ტანკების ფლოტის ძალის შედარების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იყო უბრალოდ მათი რაოდენობის შედარება. მეტი ტანკი ყოველთვის არ ნიშნავს მეტ ძალას, მაგრამ უდაოდ სჯობს, როცა ასობით ტანკი გყავს, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე ათეული. რაც შეეხება მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებს, პოლონეთი პირველ ადგილზე არ არის, მაგრამ ნამდვილად ახლოსაა. Army Recognition-ის მონაცემებით, ლიდერი თურქეთია, რომელსაც სავარაუდოდ სულ 2381 ტანკი ჰყავს. მეორე ადგილს რეიტინგში საბერძნეთი იკავებს შთამბეჭდავი 1385 ტანკით. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ აშთშ-ს ამჟამად დაახლოებით 2640 ტანკი ჰყავს, ხოლო ჩინეთი გლობალურ რეიტინგში ლიდერია დაახლოებით 4700 ტანკით. და რუსეთს ამ დროისთვის დაახლოებით 3460 მოქმედი ტანკი ჰყავს. დამატებით კი დაახლოებით 2100 ძველი ტანკი კვლავ საწყობებში ინახება, რომელთა უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროინდელი. ბოლო მონაცემებით პოლონეთი ევროპაში მესამე ადგილზეა, თითქმის 900 ტანკით. თუმცა პოლონეთს უკვე დაწყებული აქვს დამატებითი შესყიდვების პროცესი, რის შედეგადაც მისი ტანკების საერთო რაოდენობა 1800-დან 1900-მდე უნდა გაიზარდოს. ეს ვარშავის არმიას საშუალებას მისცემს გადაუსწროს საბერძნეთს და მნიშვნელოვნად გაუსწროს თითქმის ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას. მაგალითად გერმანიას, რომელიც ასევე ახორციელებს სამხედრო ძალების მნიშვნელოვან განახლებებს 10 წლეულების სტაგნაციის შემდეგ, სულ მხოლოდ 313 ტანკი ჰყავს. და მსგავსი სიტუაცია სხვა დიდ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებშიც. მაგალითად საფრანგეთს ჰყავს დაახლოებით 200 ტანკი, ხოლო გაერთიანებულ სამეფოს ცოტა მეტი, 213, ხოლო ესპანეთს დაახლოებით 274. ეს ფლოტები შეიძლება თითქმის სამარცხვინოთ მცირე მოგეჩვენოთ, როდესაც შეადარებთ ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ათასობით ტანკს. თუმცა როგორც Army Recognition-ის ექსპერტები აღნიშნავენ, თანამედროვე ტანკების ფლოტების შემთხვევაში საქმე მხოლოდ რაოდენობაში კი არა, არამედ ხარისხშიც არის. მაგალითად ისეთი ქვეყანა როგორიცაა რუსეთი, ნამდვილად თითქმის დაუძლევლად დიდ ტანკურ ძალას ფლობს, თუ მხოლოდ რიცხვებს მიაქცევთ ყურადღებას. მაგრამ როდესაც დეტალებში ჩახედავთ და ნახავთ რა ტიპის ტანკებს იყენებს, მათი ბევრი უკვე ძველია და დღევანდელი სტანდარტებით მოძველებული. არ გააჩნიათ ის ძირითადი მახასიათებლები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ტანკებს სხვებისგან გამოარჩევს. ანგარიში მიუთითებს მაგალითად, რომ რუსეთის ტანკების ფლოტის დიდი პროცენტი ახლა შედგება ძველი მოდელებისგან, როგორიცაა საბჭოთა პერიოდის T-55-ები, T-62-ები, ძველი T-72-ის ვარიანტები და T-80-ები, ასევე შედარებით ახალი მოდელები, როგორიცაა T-90. ზოგიერთი ამ ტანკებიდან რამდენიმე ათწლეულს ითვლის. მაგალითად T-55 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე გამოჩნდა და დღესდღეობით საბრძოლო ველზე თითქმის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას T-72-ზე და რუსეთის სხვა ძირითად საბრძოლო ტანკებზე, MBT-ებზე. სასროლი მართვის სისტემების, გადარჩენის უნარის, ციფრული ინტეგრაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მხრივ, ეს ტიპის ტანკები პირდაპირ მნიშვნელობით სინათლის წლებია ჩამორჩებიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოებულ საუკეთესო მოდელებს. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს შესაძლოა ჯერ კიდევ შეეძლოს მასის შექმნა, ეს უკვე აღარ ნიშნავს იმავეს, რასაც ადრე ნიშნავდა. რადგან დღეს ნამდვილად ძლიერი ტანკების ძალა მხოლოდ 4 ნიშნა ან 5 ნიშნა რაოდენობის ფლოტის ქონა არ არის. თავარი ისაა, რომ ეს ფლოტი თანამედროვე შესაძლებლობებით იყოს აღჭურვილი. თავარია, რომ ტანკებს შეეძლოთ თანამედროვე საბრძოლო სივრცეში მოქმედება. ქონდეთ უმაღლესი სტანდარტის გადარჩენის უნარი, საბრძოლო მზადყოფნა და ციფრული ინტეგრაცია, რათა შეძლონ მონაცემების შეგროვება და გაზიარება სხვა სისტემებსა და დანაყოფებთან, სტრატეგიების განსაზღვრაში დახმარება და ბრძოლის დროს ის მნიშვნელოვანი ტაქტიკური უპირატესობის უზრუნველყოფა.
ევროპის სამხედრო ლიდერები აშკარად კარგად ესმით ეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მათი ფლოტები ქაღალდზე შეიძლება მცირე ჩანანდეს, ისინი რეალურად ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გერმანიის ფლოტი, რომელიც 313 ტანკისგან შედგება, მაგალითად, მთლიანად Leopard 2-ებისგან არის დაკომპლექტებული. მსოფლიოს მრავალი ექსპერტი Leopard 2-ის ერთ-ერთ საუკეთესო თუ არა საუკეთესო ტანკად მიიჩნევს დღესდღეობით, რაც დიდწილად მისი თითქმის უნაკლო დიზაინის დამსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის ძალის, მანევრულობისა და ეკიპაჟის დაცვის იდეალურ ბალანსს. ძალიან ცოტა ტანკია დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია Leopard 2-სთან მიახლოება. მისი 1500 ცხენისძალიანი დიზელის ძრავა კი საშუალებას აძლევს მაქსიმალურ სიჩქარეს 70 კმ/სთ-ში, ანუ 43 საათში მის მილი საათში მიაღწიოს. გარდა ამისა, მისი თანამედროვე ოპტიკა და 120 მმიანი გლუვლულიანი ქვემეხი საშუალებას აძლევს ზუსტად დაარტყას სამიზნეებს 5 კმ-მდე, ანუ 3.1 მილამდე მანძილზე, თუნდაც მოძრაობის დროს. ამ ტანკს ასევე აქვს მოდულური მრავალფენიანი ჯავშნის უპირატესობა, რომელიც მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება, ასევე მაღალი დონის ცეცხლის კონტროლის სისტემა, თერმული ხედვა და ციფრული საბრძოლო ველის მართვის ტექნოლოგია. საფრანგეთსაც ანალოგიურად აქვს მცირე, მაგრამ ძლიერი ფლოტი, 200 საკუთარი ლეკლერკის ტანკით, მათ შორის 51 ერთეული, განახლებულია უახლეს და საუკეთესო XLR სტანდარტამდე. მიუხედავად იმისა, რომ ლეკლერკი შეიძლება არ იკავებდეს მსოფლიოს საუკეთესო ძირითადი საბრძოლო ტანკების რეიტინგის პირველ ადგილს, ის მაინც ძლიერია ნებისმიერი მტრისთვის. ცნობილია თავისი განსაკუთრებული მანევრულობით, მაღალტექნოლოგიური ცეცხლის კონტროლის სისტემებით და სწრაფმოქმედი ავტომატური დამტენით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად რეაგირებადი დასავლური ტანკი. 21 საუკუნეში აღჭურვილი მოდულური ჯავშნით, რაც ამარტივებს ველზე შეკეთებას, განახლებასა და ტექნიკურ მომსახურებას რეალურ საბრძოლო პირობებში. დიდ ბრიტანეთში მსგავსი სიტუაციაა. ბრიტანეთის არმიას ჰყავს 213 Challenger 2 ტანკი და თანდათან გადადის შემდეგი თაობის Challenger 3 სტანდარტზე. რაც მოიცავს ახალ და გაუმჯობესებულ მთავარ იარაღს, უფრო ძლიერ ჯავშანს და უფრო თანამედროვე სენსორულ სისტემებს, რითაც ქვეყნის ტანკების ფლოტი თანაბრდება მის თანამედროვეებთან. ევროპის მასშტაბით იგივე ტენდენცია შეინიშნება. ბევრ ქვეყანას აქვს მცირე, მაგრამ მაინც ძლიერი ძალები, რომლებიც კარგად შეესაბამება მათ კონკრეტულ საჭიროებებს. ესპანეთს მაგალითად ჰყავს 219 Leopard 2E ტანკი და 45 Leopard 2A4, რაც ქმნის დაბალანსებულ და თანამედროვე ჯავშანსატანკო ძალას. იტალიას ჰყავს 150 საკუთარი C1 Ariete ტანკი, თუმცა ის მუშაობს თავისი ფლოტის მოდერნიზებაზე უფრო თანამედროვე ვარიანტებით. ხოლო ნიდერლანდები, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ფლოტის გარეშე მოქმედებდა და 2015 წელს გერმანულ-ნიდერლანდურ ერთობლივ Leopard 2-ის დანაყოფში იყო ინტეგრირებული, ახლა ცდილობს აღადგინოს საკუთარი ჯავშან ტექნიკა 46 ახალი Leopard 2A8 ტანკის შეძენით. შვედეთს თავის მხრივ ჰყავს 110 STRV-ას 22 ტანკი, რომლებიც როგორც წესი ითვლება Leopard 2-ის ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად, რომელიც დღეს ოპერაციულ სამსახურშია. მიუხედავად ისტორიულად ნეიტრალური სტატუსისა, შვეიცარიამაც სერიოზული ინვესტიცია ჩადო Leopard 2-ში, 124 ერთეული, რომლებიც სპეციალურად მის ეროვნულ სტანდარტებზეა მორგებული. ჩრდილოეთის ქვეყნებში ფინეთს ჰყავს კიდევ 200 Leopard 2 ტანკი, მათ შორის 2A4 და 2A6 ვარიანტები, ხოლო დანიასა და ნორვეგიას შედარებით მცირე ძალები ჰყავთ. შესაბამისად, 44 Leopard 2A7V და 26 Leopard 2A4. პორტუგალიას ჰყავს 24 Leopard 2A6 ტანკი, ხოლო ავსტრიას 53 Leopard 2A4 მოდელი. ცენტრალურ ევროპაში უნგრეთს ჰყავს 110 Leopard 2 ის ვარიანტი და საბჭოთა T-67-ები ჩეხეთს, 48 Leopard 2A4 და განახლებული T-67-ები. ხოლო სლოვაკეთს მცირე, მაგრამ დაბალანსებული ფლოტი, რომელიც კვლავ შედგება Leopard 2A4-ებისა და რუსული T-67-ებისგან. რაც უფრო აღმოსავლეთით მივდივართ, მით უფრო მეტ T-72-ს და სხვა საბჭოთა ეპოქის ტანკებს ხედავთ. მაგალითად, რუმინეთს ჰყავს საკმაოდ დიდი ფლოტი, 367 ტანკი, მაგრამ ის ძირითადად შედგება საკმაოდ ძველი მოდელებისგან, როგორიცაა T-45 IME, TR-85 და TR-85M1. სერბეთში კი არის 229 ტანკი, მათ შორის 185 M84, 30 T-72 და მცირე რაოდენობის M84 AS1. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ ფლოტიდან აშკარად უფრო მცირე ან სუსტია სხვებთან შედარებით, ბევრი მათგანი საკმაოდ კარგად ასახავს შესაბამისი ქვეყნების საჭიროებებსა და სამხედრო ამბიციებს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს როგორც კუნძულოვან ქვეყანას აუცილებელი არ აქვს ათასობით ტანკი ყავდეს ადგილზე, თუმცა მაინც ყავს საკმაოდ ბევრი მაღალი კლასის მოდელი, რომლებიც მზად არიან საჭიროების შემთხვევაში მოქმედებისთვის. პოლონეთის საჭიროებები კი სრულიად განსხვავებულია. ის უკრაინის გვერდით მდებარეობს და მზად უნდა იყოს იმავე ტიპის შეჭრისთვის, რაც კიევმა 2022 წელს გადაიტანა.
მას სჭირდება სახმელეთო ძალა, რომელიც საკმარისად ძლიერი იქნება ასობით რუსულ ტანკთან და ჯავშან მანქანასთან გასამკლავებლად, ასევე 10,000-ობით ჯარისკაცთან, რომლებიც მის საზღვრებს გადმოლახავენ. და ასეთ სიტუაციაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ტანკის მცირე ფლოტი უბრალოდ საკმარისი არ იქნება. საბედნიეროდ პოლონეთი ყველაფერს სწორად აკეთებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მოემზადოს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ხრმად შევავთ, სწორედ ამიტომ ვქნით The Military Shows, რომ აგიხსნათ, როგორ მოძრაობს რეალურად ძალა. თუ აქ ახალი ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ შემდეგი არაფერი გამოგჩეთ. ახლა პოლონეთი თავის ტანკების ფლოტში არც მხოლოდ ხარისხზეა დამოკიდებული და არც მხოლოდ რაოდენობაზე. ის ორივეს ერთდროულად ეკრდნობა. ის სურს ფლოტი, რომელიც არა მხოლოდ უახლესი თანამედროვე მოდელებისგან შედგება, არამედ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ძალა იმდენად დიდი იყოს, რომ მტრებს შიში ჩაუსახოს გულში. ის სურს ძალა, რომელსაც რეალურად ექნება შანსი დაუპირისპირდეს იმ 1000-ობით რუსულ ტანკს, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებაშია, და კიდევ 1000-ობით, რომლებიც საბჭოთა საწვრებშია დამალული. და ის უკვე კარგ გზაზეა ამ ხედვის რეალობად ქცევისკენ. ამჟამად პოლონეთის ტანკების ფლოტი უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა კონტინენტზე. მასში შედის არა ერთი, არა ორი, არამედ 3 საუკეთესო ტანკი პლანეტაზე. K2 შავი პანტერა სამხრეთ კორეიდან, MRTA-2 აბრამსი შეერთებული შტატებიდან და Leopard 2 გერმანიიდან. საერთო ჯამში ვარშავა შეუძლია გამოიძახოს 180 K2 შავი პანტერა, 117 MRTA-2 აბრამსი, plus კიდევ 116 ოდნავ უფრო ძველი, მაგრამ მაინც შესანიშნავი MRTA-1 აბრამსის მოდელი და 202 Leopard 2, რომელთაგან 105 არის 2A5 ვარიანტი და 87 2PL ვარიანტი. პოლონეთს ასევე ყავს 205 PT-91 ტანკი და მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი რაოდენობის 46 T-72. ეს არც თუ ცუდი ძალაა, მაგრამ პოლონეთი ბევრად უფრო მაღალ მიზნებს ისახავს. ის დამატებით 1000 K2 და K2 PL ტანკის შეძენის პროცესშია მრავალ მილიარდიანი შეთანხმებით. შედარებისთვის K2 ზოგადად ითვლება ყველაზე თანამედროვე ტანკად მსოფლიოში. ის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მაჩვენებელში ლიდერობს. მაგალითად, მანევრულობაში K2 ისეთი სტანდარტს აყენებს, რომელსაც სხვა ბევრი ტანკი ვერასდროს გაუტოლდება. ის იყენებს თავის სპეციალურ საკიდარ სისტემას, რაც საშუალებას აძლევს მარტივად გადალახოს არათანაბარი რელიეფი. ეს იდეალურია კორეის ნახევარკუნძულის მთაგორიანი ლანდშაფტისთვის და მსოფლიოს სხვა მსგავსი რეგიონებისთვის. რაც შეეხება ცეცხლის ძალასაც, K2 ლიდერობს მისი 120-მიანი L-55 გლუვლულიანი ქვემეხით და ავტომატური დამტენით, რომელიც საშუალებას აძლევს წუთში 15 ჭურვი ისროლოს, თუნდაც მოძრაობისას. და თავისი მსოფლიო დონის რადარის სისტემებითა და სენსორებით, K2 არა მხოლოდ ძლიერია, არამედ უკიდურესად ზუსტიცაა და თითქმის ყოველთვის მიზანში ხვდება. ტანკს ასევე შეუძლია სამხრეთ კორეის ჭკვიანი ზედაშეტევის საბრძოლო მასალების, ანუ KSTAM-2-ების სროლა, რომლებიც მაღალი ტრაექტორით მიფრინავენ, როგორც საარტილერიო ჭურვები, რათა ზემოდან დაარტყან მტრის ტანკებისა და ჯავშან ტექნიკის, ხშირად უფრო თხელ და სუსტ ზედანაწილებს. ამის წყალობით მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკს შეხვდება K2. ის თითქმის ყოველთვის ექნება უპირატესობა ნებისმიერ პირისპირ ბრძოლაში. K2-ის ტექნოლოგია სხვა დონეზეა. მართლა ასეა. მას ხშირად მოძრავ სუპერკომპიუტერად მოიხსენიებენ, რადგან მას აქვს ბრძოლის ველის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები, რაც საშუალებას აძლევს შევს შეუფერხებლად ინტეგრირდეს და მონაცემები გააზიაროს გარშემო მყოფ დანაყოფებთან, როგორიცაა დრონები, ავიაცია და სახმელეთო ჯგუფები. რა თქმა უნდა, მთელი ეს ტექნოლოგია და ცეცხლის ძაცხლის ძალა დიდად არაფერს ნიშნავს, თუ K2-ის დარტყმის გაძლება არ შეუძლია. საბედნიეროდ ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ტანკია, რომელიც იყენებს კომპოზიტურ ჯავშანს, აფეთქებით რეაქტიულ ჯავშანს და soft kill ტიპის აქტიური დაცვის სისტემას, რათა გაუძლოს პირდაპირ დათმებს, სუბუქი იარაღის ცეცხლს და იარაღის ცეცხლს და ასევე შეაჩეროს შემომავალი რაკეტებიც. ამ ყველაფერთან ერთად K2 უფრო მსუბუქი და მანევრირებადია, ვიდრე მისი უახლოესი კონკურენტები, Leopard 2 და MRTA აბრამსი. ასე რომ ის არა მხოლოდ ძლიერი, გამძლე და ტექნოლოგიურად უმაღლესია, არამედ გასაოცრად სწრაფიცაა. და როდესაც პოლონეთის გეგმები განხორციელდება, მას დიდი ალბათობით ამ ტანკების ყველაზე მეტი რაოდენობა ეყოლება ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, სულ თითქმის 2000 ტანკით. გარდა ამისა, პირველი პარტიები უკვე ჩამოვიდა, რაც პოლონეთის ტანკის ეკიპაჟებს აძლევს დროს და შესაძლებლობას დაიწყონ K2 სისტემების შესწავლა და მისი მრავალი საინტერესო ტექნოლოგიის დაუფლება. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გამოცდილი გახდებიან ეს ეკიპაჟები. არ არის გასაკვირი, რომ Army Recognition და სხვა სამხედრო ანალიტიკოსთა ჯგუფები ყოველგვარი ყოფმანის გარეშე პოლონეთს ევროპაში დღეს მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ ჯავშან ტექნიკის მოდერნიზაციის პროექტად მიიჩნევენ. არც ერთი სხვა ქვეყანა ახლოსაც არ არის. როგორც კი პოლონეთი დაასრულებს თავის გაფართოებას, ტანკების რაოდენობით გადაუსწრებს საბერძნეთს და მიუახლოვდება თურქეთს. მაგრამ რაც მთავარია, პოლონეთს ეყოლება ძალა, რომელიც ბევრად უფრო თანამედროვე იქნება, ვიდრე ამ ორ ქვეყანას და რაოდენობით აღემატება ყველა დასავლეთ ევროპის მთავარ ქვეყანას ერთად.
ეს იქნება საუკეთესო ჯავშანსატანკო ძალა, რომელიც აერთიანებს მასიურ რაოდენობას, ინდუსტრიულ მხარდაჭერას და სრულ ალიანსურ თავსებადობას. ეს ბოლო ნაწილი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და შესაძლოა სწორედ ეს ერთი რამ ყველაზე მეტად აშინებს რუსეთს. რადგან როგორც Army Recognition აღნიშნავს, როდესაც უყურებთ სხვადასხვა ტანკების ფლოტებს, რომლებიც ევროპაში ჩნდება და მოდერნიზდება, ერთი რამ ნათელი ხდება. იგივე მოდელები ისევ და ისევ ჩნდება. ბევრმა ქვეყანამ მაგალითად დააბანდა Leopard 2-ში, ასევე Abramsში და ზოგიერთმა გამოხატა ინტერესიც პოლონეთის მაგალითის მიბაძვაზე და K2-ების შეძენაზეც. მაშინაც კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც წლების განმავლობაში ძველი T-72-ისებისა და მსგავსი მოდელების მარაგებზე არსებობდნენ, ეხლა ამ ტიპის ტანკებს ემშვიდობებიან და დასავლურ ალტერნატივებს ირჩევენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც გაერთიანებული ძალისთვის და ნატოს ალიანსისთვის. რადგან როდესაც მთელი კონტინენტი იყენებს საერთო ან ძალიან მიახლოებულ მაღალტექნოლოგიურ პლატფორმებს, მათთვის ბევრად უფრო მარტივია ერთად მუშაობა, ერთმანეთის დახმარება, ძალების გაერთიანება და ძალების გვერდიგვერდ განლაგება ისე, რომ თავსებადობის პრობლემებზე, ან უბრალოდ ერთმანეთისთვის ხელის შეშლაზე არ იფიქრო. წარსულში, როდესაც ყველა ეს ქვეყანა სრულიად განსხვავებულ ტანკებს იყენებდა, მათთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა ერთად მუშაობა რეალურ საბრძოლო სიტუაციაში. მაგრამ ის, რაც ადრე მოძველებული ეროვნული ფლოტების მოზაიკა იყო, თითოეულს თავისი თავისებურებებითა და მახასიათებლებით სწრაფად გარდაიქმნება იმათ, რასაც Army Recognition აღწერს, როგორც ერთიან, მაღალტექნოლოგიურ ევროპულ ჯავშანსატანკო ძალას, რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი და მაღალი ინტენსივობის ოპერაციების ჩატარება. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ისტორიულად ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ და შესაბამისად ყველაზე მეტი თანხა აქვთ სამხედროებისთვის, ძალთა ბალანსი ევროპაში რეალურად აღმოსავლეთისკენ, რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნებზე გადადის. იმავე ქვეყნებზე, რომლებსაც პუტინი და მისი კრემლის თანამზრახველები ყველაზე უშუალო საფრთხედ და მომავალი შეჭრის ან სპეციალური სამხედრო ოპერაციების პოტენციურ სამიზნედ აღიქვამენ. პოლონეთი მათ შორის მთავარია. წლებია, ჭორები და სები და საუბრები არსებობს პუტინის შესაძლო გეგმებზე, რომ უკრაინის გავლით წინ წაიწიოს ან ბელარუსში თავისი კონტროლი გამოიყენოს პოლონეთზე თავდასხმის დასაწყმის დასაწყებად. ბალტიისპირეთის ქვეყნების მოწყვეტა, რუსეთის ძირითადი ტერიტორიიდან კალინინგრადის ექსკლავამდე გზის გაკაფვა და საბოლოოდ ნატოს გამძლეობის გამოცდა პოლონეთს ეს კარგად ესმის. მან იცის, რომ თუ რუსეთი მართლაც გადაწყვეტს უკრაინის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, მაშინ ვარშავა მის სამიზნეში აღმოჩნდება. ზუსტად ამიტომ იღებს ყველა საჭირო ზომას თავისი ძალების გასაძლიერებლად, ანაცვლებს მოძველებულ სისტემებს, ზრდის ფლოტის ზომას და დებს ინვესტიციებს საუკეთესო ტანკებში, რაც კი ფულით შეიძლება იყიდო. და პოლონეთი მხოლოდ ტანკებზე არ არის კონცენტრირებული. მან ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, თითქმის 5%-მდე, რითაც ამ მხრივ მთელ ევროპას ლიდერობს. ამასთან ერთად პოლონეთი ზრდის ჯარისკაცების რაოდენობას, ამზადებს სამოქალაქო პირებს თავდაცვით და სამედიცინო უნარებში, აძლიერებს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებს და აშენებს გამორჩეულ გამაგრებულ სისტემას აღმოსავლეთ საზღვარზე. ეგრეთ წოდება აღმოსავლეთის ფარს, რომელიც მოიცავს ახალ ბუნკერებს, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს და ანტიდრონულ სისტემებს. იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველაფერს, რასაც რუსეთი რეალურად შეიძლება დაუპირისპიროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა ევროპული ქვეყანაც აქტიურად მუშაობს თავისი სამხედრო ძალების მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაზე, პოლონეთი მაინც საუკეთესო მაგალითს აჩვენებს ყველას შორის. ნელ-ნელა ისხება აღმოსავლეთ ფლანგის ის ძალა, რაც საჭიროა. ის შემაკავებელი, რომელიც ვლადიმირ პუტინსა და მის მომავალ დამპყრობლურ კამპანიებს შორის დგას. მტკიცე კედელი კრემლის საომარი მანქანასა და ნატოს ალიანსს შორის. და აქედან მხოლოდ უფრო გაძლიერდება. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჰიპოთეტური ომი რუსეთსა და პოლონეთს შორის. ამ ვიდეოში, რომელიც აანალიზებს, როგორ ედრება ერთმანეთს ეს ორი ძალა და როგორი შეიძლება იყოს ფართო რეაქცია, თუ რუსეთი გაბედავს და ვარშავაზე დაიძრება. სხვა მხრივ, თუ გსურთ უახლესი ინფორმაცია უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე, ნახეთ ეს ვიდეო, სადაც განიხილავენ, როგორ გაანთეს კიევის სტრატეგიულმა დრონულმა დარტყმებმა ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ ააფეთქოს რუსეთის ეკონომიკა. და ბოლოს, თუ გსურთ კიდევ მეტი ანალიტიკური და ფაქტებზე დაფუძნებული სამხედრო რეპორტაჟი, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show დღესვე.